მოგესალმებით. არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის იგივე Deep State-ის მიერ წლების განმავლობაში დანერგილი და შემუშავებული პოლიტიკის შედეგად უკვე დამკვიდრდა ხედვა, რომ ევროპის ქვეყნებში რეიტინგების სათავეში ყოველთვის მეინსტრიმ პარტიები იყვნენ ხოლმე. შეიძლება ერთი პერიოდი მართლაც ასე იყო, რასაც ხელს უწყობდა ევროკავშირის ქვეყნების ეკონომიკების მაშინდელი მონაცემები და ცხოვრების მაღალი დონე. ეს ადრე იყო, თუმცა დღეს ევროპა ყოფილი ევროპაა. ბრიუსელის ბიუროკრატიის მიერ Deep State-ისგან დაკვეთილი დავალებების გატარებას მოჰყვა არალეგალური მიგრაციის ხელშეწყობა. მის შედეგად გამოწვეული დანაშაულის ზრდა, უკრაინის ომში უკრაინის გამარჯვებაზე პასუხისმგებლობის აღება და შედეგად გაუთავებელი ფინანსური და სამხედრო დახმარებები, რაც დონორი ქვეყნების ეკონომიკას ტვირთად აწვება. ასევე გაუთავებელი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, რომელმაც უფრო მეტად ევროპული ქვეყნების ეკონომიკები დააზარალა. Deep State-ისა და არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის მიერ დაკვეთილ დავალებებში შედის გლობალისტური და ნეოლიბერალური პოლიტიკის გატარებაც, LGBT პროპაგანდა და LGBT კანონმდებლობის დანერგვა ევროპის ქვეყნებში. ამ ყველაფერს ნელა, მაგრამ მაინც ხედავს ევროპის ქვეყნების მოსახლეობა, შესაბამისად შედეგების დგება. დავიწყოთ გერმანიით, იმ ქვეყნით, რომელიც 10 წლეულების განმავლობაში და დღესაც ევროკავშირის ეკონომიკური ლოკომოტივისა და პოლიტიკურ-სოციალური მოცემულობის სარკეს წარმოადგენდა და წარმოადგენს. გამოცემა პოლიტიკო წერს, რომ პარტია ალტერნატივა გერმანიისთვის გერმანიაში ყველაზე პოპულარული პარტია გახდა. ერთ-ერთი სოციალური კვლევის მიხედვით, დღეს რომ გერმანიაში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს, პარტია ალტერნატივა გერმანიისთვის ხმების 26%-ს მიიღებდა. გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის ქრისტიან დემოკრატიულ და ქრისტიან სოციალურ კავშირს ამომრჩეველთა 24% დაუჭერდა მხარს. გერმანიის არჩევნებისა და კანცლერად ფრიდრიხ მერცის მოსვლიდან 100 დღეზე ცოტა მეტი არის გასული და არ არის გასაკვირი, რომ მისი პარტია და მისივე რეიტინგები ასეთ სავალალო მდგომარეობაშია. გერმანია გაკოტრების ტალღის, უმუშევრობის ზრდისა და განახლებული ინფლაციის წინაშე დგას. ახალმა მონაცემებმა ეჭქვეშ დააყენა კანცლერ ფრიდრიხ მერცის კოალიციის ეკონომიკური კურსი. გაზეთ ველტის ინფორმაციით, წლის მეორე ნახევრის დასაწყისში ფედერალურმა სტატისტიკურმა სამსახურმა გაკოტრების მკვეთრი ზრდა დააფიქსირა, ხოლო უმუშევართა რაოდენობა 3 მილიონს უახლოვდება. მომხმარებელთა ნდობა კვლავ უარყოფითია, ბევრი ოჯახი ხარჯებს ამცირებს და მთელი ქვეყნის მასშტაბით ბიზნესები იხურება. მერცისა და ვიცე-კანცლერ ლარს კლინგბაილის ფონზე ეკონომიკური გარდატეხის მოლოდინი გაქრა, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესებს შორის. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ევროპის უდიდესი ეკონომიკის 5 წლიანი სტაგნაციიდან გამოსვლის შანსი 2025 წლის ბოლომდე ნულოვანი იქნება. სტრუქტურული რეფორმები, მათ შორის ბიუროკრატიის შემცირება, ენერგიის დაბალი ხარჯები და შრომის გადასახადების შემცირება საჭიროა კონკურენტუნარიანობის აღსადგენად. ეს მონაცემები მხოლოდ და მხოლოდ ეხმარება ისეთ პარტიას, როგორიც არის ალტერნატივა გერმანიისთვის. თან ნუ დაგვავიწყდება, რომ 2 მაისს გერმანიაში პარტია ალტერნატივა გერმანიისთვის მემარჯვენე ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოაცხადეს. შევხედოთ ევროპისა და ევროკავშირის სხვა ქვეყნებს. მემარჯვენე და ეროვნულ ინტერესებზე ორიენტირებული პარტიების რეიტინგებით გამორჩეულია დიდი ბრიტანეთი. აქ რეფორმების პარტია გამოკითხვების პირველ ადგილზეა. პარტიის ლიდერი არის ნაიჯელ ფარაჯი, რომელიც წარსულში ბრექსიტის კამპანიის ერთ-ერთი ყველაზე გამოკვეთილი ლიდერიც იყო. ავიღოთ იტალია, სადაც პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის პარტია იტალიის ძმები ლიდერობს. საფრანგეთში კი ჩვენთვის კარგად ნაცნობი მარინ ლეპენის პარტია ნაციონალური გაერთიანება არის პირველ ადგილზე. ამას დავუმატოთ მემარჯვენე ძალებისა და ეროვნულ ინტერესებზე მორგებული პარტიების ზოგადი მდგომარეობაც სხვა ევროპულ ქვეყნებში. უნგრეთში მთავრობაში არის ვიქტორ ორბანი, სლოვაკეთში რობერტ ფიცო, პოლონეთში სულ ახლახანს აირჩიეს პრეზიდენტად ასევე კონსერვატორი კაროლ ნავროცკი. ძალიან დიდი ბრძოლის ფასად გამოგლიჯეს ხელიდან გამარჯვება კალინ ჯორჯესკუს რუმინეთში, რაშიც არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის, იგივე Deep State-ის მიერ მართული ევროკავშირისა და ბრიუსელის ბიუროკრატიის როლი გადამწყვეტი იყო. ამ მემარჯვენე ძალებისა და ეროვნულ ინტერესებზე ორიენტირებული, შეიძლება ვთქვათ, ევროპულ და ევროპის ინტერესებზე ორიენტირებული, ანუ არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის, იგივე Deep State-ის მოწინააღმდეგე პარტიების პოპულარობის მიზეზი მარტივია. ყველა მათგანი ეწინააღმდეგება გაუთავებელ ომს უკრაინაში. ეწინააღმდეგებიან უკრაინის გაუთავებელ
ფინანსურ სამხედრო დახმარებას, მხარს უჭერენ მკაცრ საიმიგრაციო პოლიტიკასა და არალეგალური მიგრაციის ერთხელ და სამუდამოდ აღკვეთას. ასევე მხარს უჭერენ ტრადიციულ ღირებულებებს და ეწინააღმდეგებიან LGBT პროპაგანდას. ევროპასა და ევროკავშირში მემარჯვენე პარტიების პოპულარობის მიზეზების შესახებ ნახეთ ანი ნადირაშვილის სიუჟეტი. გუშინ ჩვენ ერეტიკოსები ვიყავით. დღეს კი ყველა ხედავს, ჩვენ ვართ მომავალი. ჩვენ ბევრი ვართ, დიდები ვართ, ძლიერები ვართ. ევროპა ჩვენია. ვერც ლიბერალებს, ვერც პროგრესულებს და ვერც სოციალისტებს. მხოლოდ პატრიოტებს შეუძლიათ ევროპისთვის დიდების დაბრუნება. ჩვენ ნამდვილად გლობალური გარდატეხის წინაშე ვდგავართ, ამავდროულად ევროკავშირი როგორც ჩანს, შოკის მდგომარეობაშია. ეს მადრიდია. მემარჯვენე ძალებმა აქ ორდღიანი სამიტი გამართეს. ხმამაღალი და ოპტიმისტური განცხადებები გააკეთეს. დიდი ბანერის წინ ფოტოები გადაიღეს. ბანერს აწერია პატრიოტები. ჩვენ ვართ ევროპელი პატრიოტები. ჩვენ დავიბრუნებთ ევროპას. ასეთია მათი გზავნილი. ჯერ კიდევ რამდენიმე წლის უკან ეს სრულიად წარმოუდგენელი და შეუძლებელიც კი იქნებოდა. აქამდე ხომ ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყანას მხოლოდ მემარცხენე ან ცენტრისტული ძალები მართავდნენ. მემარჯვენე ძალებს კი პოპულისტური ელიტა პოპულისტებად ან მარგინალებად მოიხსენიებდა, მაგრამ 2025 წელს პოზიციებს იმდენად იმყარებენ, რომ უკვე სამიც აწყობენ. არჩევნებში ლიდერის პოზიციებზე ინაცვლებენ. სამ ქვეყანაში, იტალია, უნგრეთი და ბელგია, ხელისუფლებას მემარჯვენე კონსერვატორები აყალიბებენ. კიდევ 4-ში, ფინეთი, ნიდერლანდები, სლოვაკეთი და ხორვატია, მმართველ კოალიციებში შედიან როგორც პარტნიორები. ევროპის სხვა ქვეყნებში ვერტიკალთან უკვე ძალიან ახლოს დგანან. იმდენად ახლოს, რომ მათ შესაკავებლად უკვე რეპრესიულ ზომებსაც მიმართავენ. საფრანგეთში მაგალითად არჩევნებში მონაწილეობას უკრძალავენ მარინ ლე-პენს. რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნებს აუქმებენ. გერმანიაში ექსტრემისტულ ფაშისტურ ორგანიზაციად აცხადებენ AfD-ს და აკრძალვასაც მოითხოვენ. ვერ კრძალავენ, მაგრამ შესაძლოა არც დასჭირდეთ. ახლახანს ადგილობრივ არჩევნებამდე საოცარი ფაქტი დაფიქსირდა. ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალში 13 დღის განმავლობაში AfD-ს 6 წევრი გარდაიცვალა, 4 აქტიური და 2 რეზერვის კანდიდატი. ეს იმას ნიშნავს, რომ პარტია არჩევნებში მოულოდნელად გარდაცვლილ კანდიდატებს ვერ ჩაანაცვლებს, რადგან რეზერვში მყოფი კანდიდატებიც უცაბედად გარდაიცვალნენ. გამოძიება მიდის, თუმცა ხელისუფლება საეჭვოს ვერაფერს ხედავს. 5-ს ბუნებრივი სიკვდილი უდგინდება, 1-ს კი სუიციდი. მაგრამ მემარჯვენეების ხმა სულ უფრო ხმამაღლა ისმის. სულ უფრო მეტ პოპულარობას იკრებს და რაც ყველაზე საინტერესოა, ახალი ტრენდი ფეხს ახალგაზრდებში იკიდებს. მემარჯვენე იდეოლოგია ახალი თაობის არჩევანი ხდება, იმ თაობის, რომელსაც Z თაობას ეძახიან. ეს სოციალურ კვლევებშიც კარგად ჩანს. საფრანგეთში 18-დან 24 წლამდე ასაკის ახალგაზრდების 36% და 25-დან 34 წლამდე ასაკის 39% მხარს ლე-პენის ნაციონალურ გაერთიანებას უჭერს. პორტუგალიაში 18-34 წლის ახალგაზრდების 25% მხარს უჭერს მემარჯვენე ჩეკას. ნიდერლანდებში 18-დან 24 წლამდე ასაკის 31% მხარს უჭერს გერტ ვილდერსის თავისუფლების პარტიას. ანალოგიური ისტორიაა ბელგიაშიც. ჯენზის 32% მამაკაცები მხარს უჭერენ პარტიას ფლამანდური ინტერესისთვის, ხოლო 24% სხვა მემარჯვენე პარტიებს. ამ ციფრებმა ევროპის პოლიტიკური ლანდშაფტი შეცვალა. ვისაც გუშინ მარგინალებად ნათლავდნენ, დღეს ლიდერის პოზიციებზე არიან. გამოცემა ევროპელი კონსერვატორი წერს. გამოკითხვების თანახმად ევროპელ ამომრჩევლებში ისეთი პარტიები ლიდერობენ, როგორებიცაა Vox ესპანეთში. ალტერნატივა გერმანიისთვის გერმანიაში, რომელიც უკანასკნელი გამოკითხვების მიხედვით პირველ ადგილზეა. ავსტრიის თავისუფლების პარტია ავსტრიაში, ნაციონალური გაერთიანება საფრანგეთში და Reform UK დიდ ბრიტანეთში, მათ შორის კი ბევრი ახალგაზრდაა. და აქ ორი მთავარი შეკითხვა ჩნდება. პირველი, რა იწვევს განსაკუთრებით ახალგაზრდებში პოზიციის ცვლილებას? პასუხის მისაღებად გერმანული Deutsche Welle ევროპის სხვადასხვა ქალაქებში ჩადის და მემარჯვენეების მომხრე ახალგაზრდებს მიზეზს ეკითხება. ფილიპო იტალიაში ცხოვრობს, 20 წლის არის, ისტორიულზე სწავლობს. ამბობს, რომ ადრე უფრო ლიბერალი იყო, ახლა პოზიციები შეიცვალა. მისი მიზანია იტალია გახდეს ისევ ძლიერი, მიგრაცია გაჩერდეს და ელიტების ძალაუფლება ჩამოიშალოს. განსაკუთრებით რთულია საკუთარი იდენტობის დაცვა გლობალურ მსოფლიოში, რადგან ხელისუფლება და მედია სპეციალურად ცდილობენ დაანგრიონ როგორც კულტურული, ასევე რელიგიური იდენტობის იდეა. EM Albaiti ნიდერლანდების მემარჯვენე ახალგაზრდულ ორგანიზაციას ხელმძღვანელობს.
ჩვენ მართლა გვიყვარს ჩვენი ქვეყანა, ძალიან მოგწონს ჩვენი ისტორია, ჩვენი იდენტობა, ჩვენ როგორც ადამიანები, გვინდა ვიგრძნოთ ერთიანობა და ახლა ეს სულ უფრო და უფრო მცირდება. აღარ ვიცი, ვინ არის შენი მეზობელი, ხალხი სინამდვილეში ერთმანეთს აღარ ესაუბრება. მაშინ როცა ადრე მეტი საზოგადოებრივი ერთობის განცდა იყო, ჩვენ გვინდა რომ ეს ერთობის გრძნობა დავაბრუნოთ. მე ვფიქრობ, რომ თუ ადამიანები, რომლებსაც აქვთ ნიდერლანდების მოქალაქეობა, მაინც არ გრძნობენ თავს სახლში, მაინც განიცდიან ნოსტალგიას და ასეთები ბევრნი არიან და ამას ხედავ ჩვენს ქუჩებში, სადაც მაღაზიებს უცხოური სახელები აქვთ და ისინი საკუთარ ენაზე ლაპარაკობენ. ეს ნიშნავს, რომ არ გრძნობენ თავს სახლში. მე ვფიქრობ, რომ ასეთ ადამიანებსაც კი უნდა მისცე აქედან წასვლის мотиваცია. იურიდიულად ისინი, რა თქმა უნდა, ჰოლანდიელები არიან და ზოგიერთები საკუთარ თავს ჰოლანდიელებადაც გრძნობენ, ან რაღაც მსგავსად, მაგრამ რა თქმა უნდა, ისინი სირიელები არიან. თუ მე გადავიდოდი ჩინეთში, ჩინელი არ გავხდებოდი, ასე რომ, ნუ მოვიტყუებთ საკუთარ თავს. მემარცხენე პარტიები მასობრივ იმიგრაციას განიხილავენ როგორც გზას, შემოიყვანონ ახალი სიცოცხლის ბოლომდე ერთგული ამომრჩევლები, რაც დემოგრაფიული ცვლილებების გზით მათ ხელისუფლების შენარჩუნებას უზრუნველყოფს. 17 წლის გერმანელი ამბობს თუ რატომ ირჩევს EFT-ს. ჩვენს სახლში გაზის გადასახადები ძალიან მაღალია, ისევე როგორც ელექტროენერგიისა და სხვა გადასახადები. ეს ყველაფერი ზედმეტად ძვირია. მოქალაქეებმა უნდა იგრძნონ შვება და აი კიდევ რაც მაინტერესებს 2022 წლიდან. ომი უნდა დასრულდეს. არ მომწონს როგორც ჩვენი პოლიტიკოსები ამ საკითხს უმკლავდებიან. მილიარდობით ევროს საგადასახადო ფულს ხარჯავენ მკვლელობებისა და ომების დასაფინანსებლად. ჩვენ უნდა უზრუნველყოთ რაც შეიძლება სწრაფი მშვიდობის აღდგენა. პირველ შეკითხვაზე პასუხი გასაგებია. ახალგაზრდებისთვის მიუღებელია უკონტროლო მიგრაცია, ომის მხარდაჭერა. მოითხოვენ სუვერენიტეტს, საკუთარი ქვეყნისთვის და ევროპისთვის ძველი დიდების დაბრუნებას. მაგრამ ჟურნალისტისთვის ეს პასუხები გაუგებარი და მიუღებელია. ის აშკარად გაოცებულია. მისი სახით კი არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის. იგივე Deep State-ის მიერ მართული ლიბერალური მედია. და მეორე მთავარი შეკითხვაც სწორედ ამ კონტექსტში ისმის. გულწრფელად ვერ გაიგეს რა დააკლეს პროპაგანდას. რატომ ეუბნებიან ევროპელ ახალგაზრდებს ერთს? ისინი კი ჯიუტად ამჩნევენ და აქცენტს აკეთებენ მეორეზე. ნათელი მაგალითი აი ეს სიუჟეტია. ისევ Deutsche Welle-ს შევხედოთ. სიუჟეტის აღწერილობაში ვკითხულობთ. მემარჯვენე პოპულისტები მიიჩნევენ, რომ მიგრაცია საფრთხეა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისთვის და ამით კულებსაც იწერენ. ალტერნატივა გერმანიისთვის რეიტინგი განსაკუთრებით აღმოსავლეთ გერმანიაში კვეთრად გაიზარდა, მაგრამ რეალურად ეს შიშები გადაჭარბებულია. მიგრანტები კი სასიცოცხლოდ აუცილებელია გერმანიის ეკონომიკისთვის. მიგრანტების სახეთ Deutsche Welle-ს ფატიმა დარბაი მოჰყავს, რომელიც გერმანიაში გადავიდა საცხოვრებლად. მაგრამ თავს უსაფრთხოდ და დაცულად ვერ გრძნობს, იმიტომ რომ მემარჯვენეები მიგრანტების წინააღმდეგ გამოდიან. ანტიმიგრაციულ აქციაზე წავედი და ვიგრძენი ნეგატიური დამოკიდებულება. ისინი მე არ მიცნობდნენ, მაგრამ ამავე დროს ვერ მიტანდნენ. შემდეგ გვაჩვენებენ, როგორ მუშაობს ფატიმა მშვიდად თავისთვის. მაგრამ გერმანელებისთვის პრობლემა ფატიმა არ არის. ეს ახალგაზრდა გოგო სულაც არ წარმოადგენს შეშფოთების საგანს. ამ პროპაგანდისტულ ნარატივს საზოგადოება არ ყიდულობს. მათი შიშები უკავშირდება დემოგრაფიას. ისინი ძალიან ბევრნი არიან და შესაძლოა სულ მალე ჩვენი შვილიშვილები უმცირესობაში აღმოჩნდნენ. უკავშირდება ქრისტიანულ ღირებულებებსა და ევროპული ცხოვრების სტილს. მე საერთოდ მათ სამშობლოში გავუშვებდი. ისინი სამშობლოში უნდა დარჩნენ, იმიტომ რომ სხვა მენტალიტეტი აქვთ. კულტურული თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, არის კონფლიქტი. ევროპელები სხვანაირად ცხოვრობენ, ვიდრე სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული მუსლიმები. ისინი სხვანაირად არიან აღზრდილი. მათ სხვა მსოფლო მხედველობა აქვთ. მაგრამ Deep State-ის დაქირავებული ექსპერტი დარწმუნებულია, რომ მიგრაციის გარეშე გერმანია ვერ იარსებებს. ვეღარც გამრავლდება და ვერც განვითარდება. იმიტომ რომ მოსახლეობა რამდენიმე მილიონით უკვე შემცირდა და ეს ტენდენცია კიდევ გაგრძელდება. თუ ჩვენ მიგრაცია არ გვექნება, გვექნება მოსახლეობის შემცირება. სირთულეები გვექნება სოციალური უზრუნველყოფის სისტემასთან. გერმანია სჭირდება მიგრაცია.
ქრისტიანული ერი და ცივილიზაცია მუსლიმანურმა ერებმა უნდა ჩაანაცვლოს. ეს პერსპექტივა ახალ თაობას არ მოსწონს. ეს შესაძლოა მათი თვითგადარჩენის ინსტინქტიც არის. ეს ინსტინქტი კარნახობს მათ გააკეთონ სწორი არჩევანი. თანაც აქ საქმე მხოლოდ რელიგიაში არ არის. გერმანელებისთვის ფატიმას პროპაგანდისთვის გამოყენებული ისტორია მიგრაციის სახე ვერ გახდება. ადგილობრივების რეალობა გაცილებით უფრო მკაცრია. ამ რეალობას კი სასტიკი კრიმინალის სახე აქვს. ამიტომაც ევროპელებს ახლა საერთო ღირებულებები კი არ აერთიანებთ, არამედ საერთო ტრაგედიები. მიგრანტები, რომლებიც შეიფარეს და დააპურეს. სერვისებით უზრუნველყვეს, ფინანსები დაახარჯეს, უმოწყალოდ ძალადობენ. მედია ხშირად აშუქებს, როგორც სემენ მოხუცებს, თავს ესხმიან ბავშვებს, აუპატიურებენ ქალებს, აყალიბებენ ბანდებს, აყაჩაღებენ გამლველებს, აწყობენ ტერაქტებს. ქუჩაში გასვლა აღარ არის უსაფრთხო. ეს არის ევროპელების რეალობა და არაკეთილი გარეგნობის ფატიმა. მემარჯვენეები მათ უსაფრთხოებას სთავაზობენ, საზღვრების კონტროლს, ევროპის კრიმინალური მიგრანტებისგან გაწმენდას. ახალ თაობას კარგად ესმის, რომ მხოლოდ ქვეყანა და საზღვრები კი არა, ევროპული ღირებულებებიც დასაცავია. არჩევნების შედეგები და მემარჯვენე ძალების წარმატება აჩვენებს, რომ ისინი არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის, იგივე Deep State-ის მიერ შექმნილ პარალელურ რეალობას არღებულობენ. Deep State-ის მიერ შექმნილ და ევროპისთვის თავს მოხვეულ ფსევდოლიბერალურ რეალობაში ხომ ოჯახი წინა საუკუნეების გადმონაშთია და საჭირო აღარ არის. უფრო ზუსტად მოდაში აღარ არის. ოჯახურ ფასეულობებს არაფრად თვლიან. ოჯახი ხომ კაცისა და ქალის ერთობაა. ამაზე ირონიულადაც კი ეცინებათ. სამაგიეროდ ლობირებენ კაბიან მამაკაცებს, ერთსქესიან ოჯახებს. ფიქრობენ, რომ ბავშვებს შეიძლება გეიწყვილების ზრდიდნენ. გოგო შეიძლება ბიჭად გადაკეთდეს. ბიჭი კი გოგოდ. Deep State-ის ახალ წესრიგში LGBT+-ებს ენიჭებათ უპირატესობა. ტრანსი ხდება პროგრესული და თანამედროვე ადამიანის სახე. ამიტომაც ქრისტიანულ რელიგიაშიც ფერადი ელემენტები შეაქვთ. ამ მხრივ სკანდალური იყო პარიზის ოლიმპიადის გახსნა. მაგრამ როგორც ფატიმა არ არის მიგრანტების სახე, ისე ტრანსი ვერ ხდება პროგრესულობის ბრენდი. სოციალური კვლევები და არჩევნების შედეგები აჩვენებს, რომ ახალგაზრდებისთვის ასეთი მოდაც მიუღებელია და ასეთი პროგრესიც. უკრაინის ომი კი ამ ყველაფერთან ერთად შესაძლოა ბოლო წვეთი იყო. არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის, იგივე Deep State-ის მარიონეტად ქცეულმა ევროპულმა პოლიტიკურმა ელიტამ ფსონი ომზე დადო და აქაც პროპაგანდისტული ტრიუკი გამოიყენა. ამბობენ, რომ ეს სჭირდება ევროპის უსაფრთხოებას, ევროპის დემოკრატიას და ერების თავისუფლებას. მხოლოდ მემარჯვენეები ცდილობენ იპოვონ გამოსავალი. მონახონ კომპრომისი, რომ ომი დასრულდეს. და აქაც ახალი თაობა არჩევანს რა თქმა უნდა მშვიდობაზე აკეთებს. მიგრაცია, LGBT პროპაგანდა, უკრაინის ომი და ეს კრიზისების სრული ჩამონათვალი არ არის. მიგრაციული კრიზისი იწვევს პანიკას. ევროპელები გრძნობენ, რომ თავს მოხვეული ეგრეთ წოდებული მულტიკულტურალიზმი მათ ეროვნულ თვისებებსა და ნიშნებს შლის. უკრაინის ომი კი აჩენს მომავლის შიშის განცდას. ამიტომაც ევროპარლამენტის არჩევნებში Deep State-ის მართული მემარცხენე და ცენტრისტული ძალები კრახს განიცდიან. მასთან ერთად კი კატასტროფულად ეცემა მემარცხენე ხელისუფლებების რეიტინგი ეროვნულ დონეზე. ჯერ ძნელია იმის თქმა, რამდენად შეძლებენ მემარჯვენე ძალები ევროპის მართვის სადავეების ხელში აღებას და ანტიევროპული პოლიტიკის შემოbrunებას. ამისთვის ხელის შესაშლელად არაფორმალურ ოლიგარქიულ მმართველობას, იგივე Deep State-ს ძალიან ბევრი ბერკეტი აქვს. მათ შორის არის კონტროლირებადი მედია და ეგრეთ წოდებული სანიტარული კორდონების პოლიტიკური პრაქტიკა, როდესაც მეინსტრიმ პარტიები კოალიციას გამიზნულად არ კრავენ ისეთ პარტიებთან, როგორიც არის ალტერნატივა გერმანიისთვის ან ნაციონალური გაერთიანება. ყოველი შემთხვევისთვის ამ პარტიების რეიტინგები აჩვენებს, რომ ევროპის მოსახლეობის უფრო და უფრო მეტი ნაწილი ხვდება ევროპისთვის Deep State-ის მიერ თავს მოხვეული პოლიტიკის მავნე შედეგებს. მე იოანე შაიშმილაშვილი ვარ. კვირაში 4 ჯერ 21 საათსა და 15 წუთზე. უყურეთ ევროკრატიას.